გამარჯობა, მე ირაკლი არაბული ვარ, თქვენი მყოფებით ჩემი YouTube ახსე. თანამ დავიწყებთ დღევანდელ ვიდეოს ნახვას. იქამდე გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი და კომენტარებში დაგვიწეროთ ის თემები, რაზეც გსურთ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება, როგორც სურსათის უნებლობაზე, ისე პროდუქტების შენახვას და მის გამოყენებაზე. ჩვენი დღევანდელი ვიდეო შეეხება ყველს და იმ პრობლემას, რასაც დღეს წარმოადგენს ქართულ ბაზარზე ნამდვილი ნატურალური ყველის არსებობა. ალბათ ყველას გაქვთ ის პრობლემა, რომ როდესაც გსურთ ნამდვილი ნატურალური ყველის შეძენა, საკმაოდ რთულია. ნახო ბაზარზე ნამდვილი ყველი, რომელიც დამზადებულია მხოლოდ რძისგან და არა მცენარეული ცხიმისგან და ადგენილი რძისგან. გთხოვთ დარჩეთ ვიდეოს ბოლომდე და აუცილებლად უყუროთ ვიდეოს ბოლომდე, რადგან ამ ვიდეოში ნახავთ იმ პროდუქტებს, რომელიც ქართულ ბაზარზე საკმაოდ მრავლად არის მოცემული და მომხმარებლების უმეტესობა ამ პროდუქტს ყიდულობს როგორც ყველს. სადაც არ უნდა მივიდეთ, ეს იქნება ბაზარი, ეს იქნება უბნის მაღაზიები, სადაც ყველი მრავლად იყიდება. ყველა გვეუბნება, რომ ეს ყველი არის ნამდვილად ნატურალური, დაიფიცებენ ყველაფერს და საბოლოო ჯამში გვეუბნებიან იმას, რომ ეს ყველი ნამდვილად ნატურალურია. მაგრამ რამდენად არის ეს სიმართლე, მართლა არის ბაზარზე თუ არა ნამდვილი ნატურალური ყველი. სობით ბაზარზე ნატურალური ყველის დეფიციტია. ძალიან იშვიათი ადგილია, სადაც მივალთ და ნამდვილად შევიძენთ ნატურალურ რძეზე დამზადებულ ყველს. ამის პრობლემა, თუ შეიძლება პრობლემა უწოდოთ ამას და ნამდვილად არის პრობლემა გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს არ აქვს ნედლირძის რესურსი იმდენი, რომ ის ყველი, რაც ბაზარზეა განთავსებული, ნამდვილად იყოს რძეზე დამზადებული. დღეს ბაზარზე რაც არის განთავსებული, ალბათ 30-40%-ია შეიძლება არც იყოს ნამდვილად ყველი, დანარჩენი 60% არის ადგენილი რძეზე დამზადებული და მცენარეული ცხიმების გამოყენებით. საქართველოს კანონმდებლობით ტექნიკური რეგლამენტის 152-ის მიხედვით დაწერილია თუ რა პროდუქტ შეიძლება ეწოდოს ყველი. ყველი უნდა მზადდებოდეს ნედლი რძისგან, შემადედებელი ფერმენტისგან და მარილისგან. მხოლოდ ამ სამ ინგრედიენტს უნდა შეიცავდეს. რა არის ნედლი რძე? ნედლი რძე არის ისეთი რძე, რომელსაც არ გაუვლია 40 გრადუსზე მეტი სითბური დამუშავება, რაც გამოიწვევდა მისი კომპონენტების ცვლილებას. დღეს ბაზარზე ხვდებით უმეტესწილად ისეთ პროდუქტებს ყველის სახით, რომელიც არ წარმოადგენს რძის პროდუქტს და არ წარმოადგენს ყველს. ამიტომ დღეს ბაზარზე შევხვდებით ბევრი ისეთ პროდუქტს, რომელიც ვიზუალურად გავს ყველს, კონსისტენციითაც, ფერითაც, შეიძლება გემონური თვისებებიც ჰქონდეს ყველის მსგავსი, მაგრამ ეს საერთოდ არ იყოს ყველი. ეს არის რძის შემცველი პროდუქტი, რადგან მზადდება ადგენილი რძისგან, ანუ რძის ფხვნილისგან და სხვადასხვა მცენარეული ცხიმების გამოყენებით, როგორიცაა პალმის ზეთი, სოიო, რაფსი და ასე შემდეგ. ანუ როგორც არაჟნების შემთხვევაში იყო, იგივენაირად წესით მზადდება რძის შემცველი პროდუქტი, რომელიც ძალიან გავს ყველს. ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის, მომხმარებლები უნდა დავაკვირდეთ ეტიკეტზე დასახელებას, თუ რა სახელი ქვია ამ პროდუქტს. თუ ქვია ყველის სახელი, მაგალითად სულგუნი, იმერული ყველი, ჩეჩილი ყველი, გუდა, ქარხნული და ასე შემდეგ, ეს ყველი აუცილებლად იქნება დამზადებული ნედლი რძისგან, რადგან კანონმდებლობა ამას არეგულირებს. ხოლო თუ გვხვდება ისეთი სახელები, როგორიც არის სახაჭაპურე, იმერული, საგაზაფხულე, ქარხნული პროდუქტი და 1000 დასახელების სხვა პროდუქტი და ეს პროდუქტი ნამდვილად გავს ყველს, ეს არის რძის შემცველი პროდუქტი. ამ შემთხვევაში, როდესაც მწარმოებელი გამოიყენებს მცენარეულ ცხიმებს და ადგენილ რძეს რძის შემცველი პროდუქტის წარმოების დროს, მას უფლება არ აქვს გამოიყენოს ყველის დასახელება. ამ შემთხვევაში თუ გამოიყენებს ყველის დასახელებას, ის აუცილებლად დაჯარემდება საქართველოს კანონმდებლობით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფასმაჩვენებელზე სწორად ეწეროს პროდუქტს სახელი. თუ პროდუქტი არის რძის შემცველი პროდუქტი, მას არ შეიძლება ფასმაჩვენებელში სიტყვა ყველი ეწეროს. ეს არის კანონის დარღვევა
და მწარმოებელი დაჯარიმდება ან თვითონ მაღაზია, რომელიც მომხმარებელს შეცდომაში შეიყვანს. ესეთი ფაქტებიც გვხვდება, ამიტომ თუ პროდუქტს აწერია ეტიკეტზე, რომ ის არის ძირშემცველი პროდუქტი, სახაჭაპურე, იმერელი ან რაღაც მსგავსი პროდუქტი, ეს ყველი არ არის და ფასმაჩვენებელზეც აუცილებლად უნდა ეწეროს შესაბამისი დასახელება თუ რა პროდუქტი არის ეს. შედარებით მარტივია ყველის არჩევა იმ შემთხვევაში, როდესაც არის პროდუქტი ეტიკეტირებული, რადგან ეტიკეტის შემთხვევაში მას სწორად უნდა ეწეროს თუ რა პროდუქტია. რა თქმა უნდა, არსებობს იმის რისკი, რომ ეტიკეტზე არასწორი ინფორმაცია იყოს დატანილი და იქ ეწეროს, რომ ეს არის ყველი, მაგრამ დამზადებული იყოს რძის ფხვნზე და მცენარეულ ცხიმებზე. ესეთი ფაქტებიც ჰქონია პრაქტიკაში, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო მეტად დაცულები ვართ. განსაკუთრებით რისკის შემცველია ისეთი ადგილები, სადაც ყველი იყიდება ეტიკეტის გარეშე. ამ შემთხვევაში ვენდობით, ასე ვთქვათ, გამყიდველის კეთილ სინდისიერებას, რაც ხშირ შემთხვევაში არ ამართლებს და უმეტესწილად გვატყუებენ და გვაძლევენ ისეთ პროდუქტებს, რომელიც არ არის ყველი და რძის პროდუქტი და არის რძის შემცველი პროდუქტი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ყველს ვყიდულობთ ისეთ ადგილზე, სადაც არ აქვს ყველს ეტიკეტირება, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობით ყველი ნებისმიერ რეალიზაციის ადგილას უნდა იყოს ეტიკეტირებული, შეიძლება შეგვხვდეს ისეთი ადგილი, სადაც ყველს ეტიკეტი არ აქვს, ამიტომ ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ ეტიკეტი, მოვთხოვოთ მის გამყიდველს და ვნახოთ ეს პროდუქტი რა პროდუქტია. ეს არის ყველი თუ რძის შემცველი პროდუქტი, რადგან თავიდან ავირიდოთ ჩვენი შეცდომაში შეყვანა და ნამდვილად მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ჩვენ გვსურს. ერთ-ერთ მაგალითს მოგიყვებით, რამდენიმე თვის წინ საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიასთან ერთად ჰქონდა ესეთი ექსპერიმენტი, მისულები ვიყავით თბილისის ცენტრალურ ბაზარში, ეგრეთ წოდებულ დეზერტირების ბაზარში, სადაც გვსურდა რამდენიმე დასახელების ყველის ყიდვა და შემდეგ უკვე შემოწმება, ნამდვილად რძეზე იყო დამზადებული ეს ყველი, თუ რძის ფხვნილზე და შესაბამისად მიკრობიოლოგიური მაჩვენებლები რა მდგომარეობაში იყო. როდესაც მივდიოდით და ვეუბნებოდით, რომ ჩვენ გვსურდა ყველის ყიდვა, ნამდვილი ყველის, ყველა თანახმა იყო ყველის მოყიდვაზე, ყველა ამბობდა, რომ მათ დახზე არსებული ყველი ნამდვილად რძეზე იყო დამზადებული, მაგრამ როდესაც ვეუბნებოდით, რომ ამ ყველს წავიღებდით ლაბორატორიაში და შევამოწმებდით და ნამდვილად გავიგებდით რძე იყო გამოყენებული თუ რძის ფხვნილი და მცენარეული ცხიმები, ეს მათში ამან გამოიწვია ძალიან დიდი აგრესია და ყველი არავინ არ მოკვდა, რატომღაც ჩემი აზრით არ იყვნენ დარწმუნებული იმაში, რომ ეს მათ მიერ სარეალიზაციოდ გამოტანილი ყველი ნამდვილად იყო რძეზე დამზადებული, ძალიან გაგვიჭირდა ყველის შეძენა და ერთ-ერთმა, ასე ვთქვათ, გარემოვაჭრემ, რომელიც არაორგანიზებულად ყიდდა ამ ყველს, იმან მოკვდა ყველი, რომელმაც გვითხრა, რომ ეს ყველი ქონდა სოფლიდან ჩამოტანილი და ერთი ადამიანი გამოჩნდა ძლივს, ვინც დავითანხმეთ, რომ ყველი მოეყიდა ჩვენთვის. შემდეგ წავიღეთ საერთაშორისო ანალიტიკურ ლაბორატორიაში და შემოწმების შედეგად ნამდვილად რძეზე იყო დამზადებული ეს ყველი და ნამდვილად სოფლის პროდუქტი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოჩნდა მეორე პრობლემა და ეს პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ ყველი დაბინძურებული იყო კოლიფორმული ბაქტერიებით. ანუ ორი უკიდურესობა გვაქვს. შეიძლება ნამდვილად ვიყიდოთ ვიღაცისგან სოფლის ყველი და ნატურალური ყველი, მაგრამ ეს იყოს დაბინძურებული სხვადასხვა პათოგენური ბაქტერიებით და ეს გამოიწვია იმან, რომ ან ტრანსპორტირების პერიოდში, ან დამზადების პერიოდში არ იყო დაცული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, რამაც გამოიწვია ყველის დაბინძურება. ამიტომ დღესდღეობით ძალიან რთულია ბაზარზე ნამდვილი ნატურალური ყველის შეძენა. თუ გსურს ჩვენ რომ შევიძინოთ ნამდვილად ყველი, უნდა მივაქციოთ ეტიკეტს ყურადღება და ეტიკეტზე აუცილებლად უნდა ეწეროს პროდუქტს ყველის სახელი, იმერული, ასე ვთქვათ, ქარხნული ყველის სულგუნი, ჩეჩილი, გუდა თუ ასე შემდეგ და მის ინგრედიენტებად უნდა იყოს გამოყენებული მხოლოდ რამდენიმე ინგრედიენტი. ეს არის ნედლი რძე, ეს არის მარილი და ყველის შემადედებელი ფერმენტი. სხვა დანარჩენი თუ არ აწერია ყველის სახელი და ძალიან დიდი ჩამონათვალია ინგრედიენტების, ესეთი პროდუქტი ყველს არ წარმოადგენს, ეს არის რძის შემცველი პროდუქტი
და არჩევანი უკვე ჩვენზეა. მივიღოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც ძის პროდუქტს არ წარმოადგენს, თუ მივიღოთ ტექნოლოგიურად შექმნილი პროდუქტი, რომელიც არის, ასე ვთქვათ, ყველის მსგავსი. ალბათ ყველას გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რატომ ხდება მსგავსი პროდუქტის წარმოება, თუ ის არ არის ძის პროდუქტი და ეს არის ყველის. დღეისობით კვების ინდუსტრია ძალიან შორს არის, ამიტომ იქმნება ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიძლება გავდეს, ასე ვთქვათ, ნამდვილ ნატურალურ პროდუქტებს და იყოს მათი შემცვლელები, რადგან ბაზარზე მოთხოვნა საკმაოდ დიდია. კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში არ გვაქვს ჩვენ იმდენი რძის რესურსი, რომ წარმოებული ყველის 100% ნამდვილად იყოს რძეზე დამზადებული. ეს ყველის მსგავსი პროდუქტების, ანუ რძის შემცვლელი პროდუქტების წარმოება საქართველოს კანონმდებლობით დაშვებულია, არ არის აკრძალული არც საქართველოში და არც სხვაგან. უბრალოდ ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, რომ მომხმარებელი არ შევიყვანოთ შეცდომაში, მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია, თუ რა პროდუქტს შეიძენს ის. თუ სწორი ინფორმაციას არ მივასწვით, ამ შემთხვევაში ეს უკვე დარღვევაა, რადგან მომხმარებელი იყიდის ისეთ პროდუქტს, რომელიც მას არ უნდა და შეცდომაში შეიყვანს. ამიტომ დღეს გვხვდება ბაზარზე ძის შემცვლელი პროდუქტები და ყველი. ეხლა ვიდეოში ნახავთ იმ პროდუქტებს, რომელიც საკმაოდ გავრცელებულია ქართულ ბაზარზე, იმ ძის შემცვლელი პროდუქტებს, რომლებიც გავს ყველს და არჩევანი უკვე თქვენზეა. შეიძინოთ ისეთი პროდუქტი, რომელიც არის ძის შემცვლელი პროდუქტი და მზადდება მცენარეული ცხიმით და ადგენილი ძით, თუ შეიძინოთ ძეზე დამზადებული ნამდვილი ნატურალური ყველი. მოდი შევეხოთ ახლა ერთ საკითხს, რომელიც არის მაგალითად სოფლის ყველი. რამდენად უვნებელია ის პროდუქტები, რომელიც სოფლის ყველის სახელით იყიდება. მოდი თავიდანვე გავმჯნოთ, რომ სოფლის ყველი და ფერმერის მიერ დამზადებული ყველი, რომელსაც სოფლის სახელით ყიდის, საერთოდ განსხვავდება ერთმანეთისგან. რადგან ქართული წარმოების შემთხვევაში ყველს არ შეიძლება ეწოდოს სოფლის ყველი. სოფლის ყველი ჩემი აზრით არის ის პროდუქტი, რომელსაც გლეხი დაამზადებს და ძალიან მცირე რაოდენობით გაყიდის სხვადასხვა ადგილებში. ის საქონელი და ის ძროხები, რომელზეც მიიღება რძე, არიან ჯანმრთელები და გლეხმა ნამდვილად იცის თავისი საქონლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ესეთი პროდუქტი შესაძლებელია იყოს უვნებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის. მაგრამ არის მეორე საკითხი, როდესაც მოიწოლება ძროხა რძეს და შემდეგ მოხდება ყველის წარმოება, რამდენად აქვს დაცული ჰიგიენური მოთხოვნები. ამიტომ თუ ვიცით ისეთი ადამიანები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან, პასუხისმგებლობით უდგებიან ამ საკითხს, ყავთ ჯანმრთელი ძროხები და ნამდვილად ჰიგიენური ნორმების დაცვით ამზადებენ ყველს, ესეთი ყველი, რა თქმა უნდა, არის ყველაზე კარგი, ყველაზე ჯანსაღი და უვნებელი, მაგრამ რა თქმა უნდა, ესეთი ადამიანების მოძიება ძალიან ძნელია, რადგან უმეტესობა გადასულია იმაზე, რომ მოგვატყუოს და შემოგვასაღოს ისეთი პროდუქტი, რომელიც არ იქნება არც უვნებელი ჩვენი ჯანმრთელობისთვის და არც ხალისხობრივი მაჩვენებლები ექნება მას კარგი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველი მიუხედავად იმისა, რომ დღეს არის ზამთარი და ტემპერატურა არის საკმაოდ დაბალი, მაინც უნდა ინახებოდეს სამაცივრე განყოფილებაში და მაცივარში, რადგან მაცივარი გარდა იმისა, რომ ქმნის ტემპერატურას, ასევე იცავს პროდუქტს სხვადასხვა ფიზიკური დაბინძურების მოხდესგან. ამიტომ თუ ხედავთ, რომ დახლის ზემოდან არის ამოტანილი ყველი და მას ეხება რეალიზაცია, შესაძლებელია ტემპერატურა იყოს დაბალი და ეს ტემპერატურა საფრთხეს არ უქმნიდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში არის მეორე რისკი, რომელიც არის ფიზიკური დაბინძურება და ვეცადოთ, რომ არ შევიძინოთ პროდუქტი, რომელიც არის ღია მდგომარეობაში გამოტანილი რეალიზაციისთვის.
ასევე მოგმართავთ კომპანიებს, თუ გსურთ თქვენი ბრენდის ან თქვენი პროდუქტის განხილვა ჩვენს მიერ, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის და შესაძლებელია თქვენი ბრენდი გაჩნდეს ან აქ, ან აქ. იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო და ინფორმაციული იყო თქვენთვის. თუ რაიმე კითხვები გაქვთ ამ თემასთან დაკავშირებით, დაგვიწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გიპასუხებთ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით. ასევე დაგვიწერეთ კომენტარებში ის თემები, რაზეც გსურთ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება. ეს იქნება YouTube ვიდეოს ფორმატი თუ TikTok-ის და Facebook-ის Reels-ის ვიდეოს ფორმატი. გამოიწერეთ ჩვენი არხი, გააქტიურეთ ზალის ღილაკი, რადგან უფრო მეტი ინფორმაცია მოგაწოდოთ სურსათზე და სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებით.